ფაროსანა, ახლა დააგვირდი უყურე ბოდიში შენთან. აი შეხედე თხილები ხმება. და რატო იცი? სინამდვილეშია. წამალს არ ურევენ შით. აი თუ გინდა გამგებელთან სრამდე ხელ გვაქვს. ნათქვა. წამალ ფულს აკეთებენ სინამდვილეში რა იცი კორუფცია ყველაფერი. ეგ ახლა მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ რაც გლეხს სინამდვილეში ყველანაირ პრობლემას უქმნიან, რომ ესე იგი მოსავალი არ არის. შეიძლება რომ დაღარიბდეს ადამიანი. შემოვიდნენ მოსაწამლად ერთხელ უკვე ამ წელიწადში. სინამდვილეში როის უნდა მეიძამლოს, იცი? მეიძამლოს უნდა მაისი-ივნისის დასაწყისში. შემოსახოვში ცენტრიდან რომ დაიწყენ, იქამდე მოვიდნენ შეძამლოზე, ახლა აქედან ერთი 500-600 მეტროში არის ხიდი, რკინის ხიდი. იმის იქით გააგრძელენ შეძამლა. რა აზრია? კაი გეკითხები. დანარჩენ ტერიტორიაზე ფაროსანა რო გამრავლდა, იეყოფა თელ ჩოჩხატის თემს. მაგას გვიშველეს. მაგაზე გვიშველეს ფაროსანა. ი არის ვანის გულაბი. და 5-8 წელიწადი არ მიწამია. რატო და ფაროსანა ჭიკნის? ვაშვილი, ეგ წამო რაფერი ვაშვილი მაგარი რა გადუღეთ რა თუ გიდა. მაგრამ აი იეყოფილა თამარი. ფაროსანა ზაფხულში არ გექნება არც კარელოკი, არც ხურმა, თხილს ჩამოყრის. ხეხილი ვაფშე გაანადგურებს, მიწასთან გაასწორებს ყველაფერს. მოკლავ და ისეთი სუნი მყრალი სუნი დადგება, ადამიანისთვის შეუძლებელია იქა გაჩერება. და ბოთლებში აგროვა ახლა ეს ამის იგი სისულელია. მე რიც წამლავენ, გოგებარია. მოწამ წამალით წამლავენ. ვენახის ფოთოლი 100-ია, დილას გამოხვა, ახლა გადმოტრალებულია. იმიტომ ალბათ სალიარს უშვედიაში და სალიარი